მოგესალმებით ყველას, მოგესალმებით მეგობრებო, შალომ, შაუატოვ. შაუატოვ ეს არის ბიბლიურად ბედნიერი წარმატებული კვირა. ეხლა გუშინდელ ამბებზე აღარ ვისაუბრებ, ირანთან დაკავშირებით ეს პოლიტიკოსებს დავუთმოთ. ჩვენი საქმე არის პატარა, მოგზალებული ბიბლიური საქმეები, ამიტომ ვეცდები ბიბლიურ თემაზე ვილაპარაკო. ჩვენ იცით რომ ბერეშიტის წიგნში ვართ. ბერეშიტი არის დაბადების წიგნი, ყველა მიცით. ანუ ივრითული დასახელწოდება ბიბლიური წიგნების არის სხვადასხვანაირი. ტრადიციულად ჩვენ გვაქვს დაბადება, გამოსვლა, რიცხვი, ლევიანელები, რიცხვი და მეორე რჯული. ეს არის წამოსული ხო? ეს არის წამოსული სახელწოდებების სეპტუაგინტიდან. ხოლო ებრაული სახელწოდებები ჩვენ ვიცით რომ ეს ყველა სხვანაირია, სხვანაირად იწოდება და იწოდება ტექსტი როგორც იწყება პირველი სიტყვებიდან გამომდინარე სიტყვები. მაგალითად დასაწყისი რომელიც არის ივრითულად ბერეშით, თელ დაბადების წიგნს, ამიტომ ქვია ბერეშით. თუ თქვენ ადრენილ ჩემ ვიდეოებს გაქვთ ნანახი, მე ძალიან ბევრჯერ მას განმარტებული სიტყვა ბერეშით და რამოდენიმე ვარიანტი განმარტება მივეცი. სხვადასხვა ებრაულ ეგზეგეტიკაში ასე უძახიან, თორას აქვს 70 სახე. რუსულად ლიკ, ხო, 70 სახე აქვს და ეს ნიშნავს იმას, რომ თორა 70-ნაირად შეიძლება იყოს განმარტებული. მაგრამ აქ არის ერთი უნივერსალური პრინციპი, ეს განმარტებები ერთმანეთს უნდა ავსებდეს და არა ეწინააღმდეგებოდეს. ესაა ძალიან მნიშვნელოვანი აზრი, რომელსაც რაბინები განმარტავენ და ამბობენ, რომ 70 სახე აქვს თორას. ეს უნდა ეს გვესმოდეს რა ჩვენ რომ ზოგს გონია 70 და მოიგონებენ ისეთ განმარტებებს, ისეთ იმას რომ თელი კონტექსტი ირღვევა. ასე რომ ეს ასე არაა, ამიტომ 70 განმარტება. მე რამოდენიმე 5 თუ 6 განმარტება მაქვს სიტყვის დაწერილი, შეგიძლიათ YouTube-ში ნახოთ. მე მინდა უბრალოდ ერთ-ერთი განმარტება შემოგთავაზოთ ებრაული გერმანეპტიკის კიდევ ერთ-ერთი სპეციფიკა არის. ეს არის ასოებიდან შემდგარი განმარტება, ანუ აკროსტიკული განმარტება. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, აკროსტიკული განმარტება. რა შორის ანდრო? აკროსტიკული განმარტება ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. ანუ რა შეიძლება აკროსტიკი? აკროსტიკი სიტყვა თვითონ სიტყვა რო არის, თვითონ სიტყვა, აი მაგალითად ბერეშით, ეს არის სიტყვა, მაგრამ ეს არის აკროსტიკი. ანუ ამ სიტყვაში იმალება კიდევ სხვა სიტყვები. მისი ასოებიდან წამოსულია სხვა სიტყვები დამალულია. რაბინები ყოველთვის ამბობდნენ, რატო იწყება მაგალითად ასოებეთი ბერეშით. ბერეშით, რატო იწყება? ანუ, იმიტომ რომ რეშით რო წაიკითხო, არ ირღვევა კონცეფცია და ხო, ანუ რეშით იგივე საწყის ნიშნავს, მაგრამ ეს ბ წინსართავი რას ნიშნავს? რატო იწყება მაგალითად ბ? ხო, გრამატიკულად არაფერი აზრი არ იცვლება, ამიტომ გეუბნები და არაბინები სვამენ ამ კითხვას და ამაზე მე რამოდენიმე სხვადასხვა ვარიაციის პასუხი მოგეცით, მაგრამ ეხლა მოდი გავმოვკლოთ თითო ყველა ასო რაც ნიშნავს აქ. ხო, აიგა რას ნიშნავს? მარტო ეს სიტყვა ბერეშით, იმიტომ რომ ჩვენ ესაიაში ვხედავთ ესეთ სიტყვას, მე მინდა წაგიკითხო ახლა ესაიას, ესეთი რამეა. ესაია წინასწარმეტყველის 46 თავის მე-10 მუხლი. და ღმერთი ამბობს, მე ვაცხადებ დასასრულს დასაწყისიდანვე. რას ნიშნავს ღმერთი აცხადებს დასასრულს დასაწყისიდანვე? ანუ სადაც ჩვენ ხვდებით რომ ღმერთი რაღაცას ლაპარაკობს, რაღაცას მაგრამ დასასრულს აცხადებს დასაწყისიდანვე. ხო, თითქოს უცნაურია. მაგრამ აი ზუსტად ამაზე გპასუხობს ეს აკროსტიკი, რომელიც ამაში არის ჩამალული ამ სიტყვაშიც, რომელსაც პავლე მოციქული ამბობს, რომ იესოსთვის იყო ყველაფერი და იესოს მიერ და იესოს გამო შეიქმნა ყველაფერი, როგორც პავლე ამბობს. ანუ მე მინდა დაგანახოთ იესო ქრისტე როგორ არის ამ სიტყვაში დამალული. ძალიან საინტერესოა რა. მოდი მას წავიდეთ. თითო ასოები განმარტოთ ეს სიტყვა ბერეშიტი, ანუ ეს არის დაბადების წიგნის თავის პირველივე მუხლი, დასაწყისში წერია სიტყვა დასაწყისს განმარტავ. მისი ებრაული სახელწოდება არის ბერეშით. ასო ბეთ ნიშნავს სახლს, ხო? როგორც გითხარი, სახლს ნიშნავს, იმიტომ რომ ორის ერთობა, ანუ ორის ერთობას ნიშნავს ბეთ. მისი ნუმეროლაცია გემატრია არის 2, ანუ 2 პიროვნებზე და ნიშნავს ან ოჯახს. სიმბოლოდ ეს ღვთის სამკვიდრო ადგილია. ანუ სიმბოლურად
ხო, გასაგებია, მაგრამ მე უბრალოდ ჰემატრიას მომუ, ვინც ახლა ამ ებრაელი მოისმენს ამას, იმან მიხვდეს. რაზოლაბარგო, რომ ჩვენ მაგას დიდ ყურადღებას არ ვაქცევთ, იმიტომ რომ ჩვენ ცოტა სხვა იმაზე გვართ, ლეველზე რო იტყვია. ხო, სიმბოლოდ ეს არის ღვთის სამკვიდრო, ანუ შეხინა, რასაც ღმერთთან დასწრება ქვია. აქედან მე ბეთის მე მომწონს სიტყვა რეშ. რეშ ნიშნავს თავს. აქედან არის წამოსული სიტყვა როშ ხოდეშ, წლის თავი. წლის ისა თავი, თვის თავი, როშ ხოდეშ, თვის თავი, ახალი თვის თავი. რეშ, ანუ როშ იგივე რეშ. ანუ უზენაეს პიროვნებას თავს ნიშნავს. აქედან ალეფი რას ნიშნავს? ახლა რეს მერე მორის ალეფი. ალეფი ნიშნავს ღმერთს, ხო იცი? ალეფი საწყისი არის ღმერთის და ნუ პალეოირჩის მას გამოსახავდნენ ხარს, ხარი, იმიტომ რომ ხარი იყო ძლიერება და ამის სიმბოლოა, ანუ ნიშნავს ღმერთის ძლიერებას, თვითონ ღმერთს. შინ ნიშნავს კბილს, განადგურებას, ცეცხლსაც და ჭამასაც. ცეცხლს ატო ნიშნავს, იცი? უყურე, მაგარი მომენტია. იშ არის მამაკაცი, იშა არის ქალი. თუ ამაჩი ალეფი არაა, ეს მაშინ არის ეშ, ცეცხლი. გაიგე? ალეფია ის, ვინც აერთიანებს. ნუ ეს ახლა ებრაული სპეციფიკაა. ამაზე მე მაქვს ალკე ვიდეო ჩაწერილი და თუ გინდა ნახეთ ანბანების განა. ანუ ეშ ცეცხლს. იუდ ნიშნავს ხელს, შემოქმნეს, ანუ იუდ. აქედან წამოსული იუდ ხეი ვავ ხეი, ღმერთის სახელწოდება და იჰუდი. დია, იუდ. და ტაფი კიდევ ნიშნავს ტაფის პალეორიტული გამოსახულება ხო იცი როგორ იყო? ძველ ებრაულში. ჯვარი ქონდა, ჯვრის ფორმა ქონდა. პალეორიტში 100, გერა არის ბოლო 100 არის ტაფი ივრითულში ბოლო 100 ეს არის ჯვრის ფორმა. ანუ ალეფ ისა ტაფი. ანუ ბერეშით სიტყვა, ანუ თითო. აი ახლა რო შევკრიბოთ ყველა ეს ციტატება ნახე რა გამოდის. სახლის თავი რომელიც არის ღმერთის საკუთარი ხელით მოკვდება ჯვარზე. ვაუ. საინტერესო არა? კიდევ ერთხელ წაგითხე. სახლის თავი რომელიც არის ღმერთის საკუთარი ხელით მოკვდება ჯვარზე. ვაუ. ანუ იესოს მოსვლა და ყველაფერი უკვე სიტყვა ბერეშიტშია დაწერილი. ეხლა კიდევ მოდი ამ ვარიაციების შეიძლება კიდევ შევცვალოთ, იმიტომ რომ ებრაული გრამატიკა ამის საშუალებას გვაძლევს და რაბინები ამას იყენებენ. მაგრამ იმაზე რას დოიცი დავამთავრებ ამაზე მე ვთქვა ეგა. კიდევ უყურე რას ნიშნავს? ახლა ცოტა წინადადებებით რა შეიცავს? ბ ხოა? მე ხო თქვით. ამათი ბ და რის შეერთება რა სიტყვა გამოდის? ბარ. ბარ. ნიშნავს რას? ძეს. ძეს. ანუ პირველი 200 გვევნება ძეს, რომელიც ძე არის საწყისი. ანუ გვევნება პირველისა რომ შემოქმედების საწყისი არის ძე. ანუ ეს არ ნიშნავს რომ ღმერთის შემოქმედი არის ძე, არამედ ეს არის გვევნება ჩვენ რომ მიზანი ხო, მოტივი ხო, მიზანი თუ მოტივი. ხო, ანუ მიზანი სამყაროს შექმნისა არის იესო ქრისტე. ძე. მისთვის შეიქმნა და მის მიერ შეიქმნა. აი ესა ბარა. აქედან მოდის სიტყვა ბარა. ბარა უკვე მეორე სიტყვაა, რომელიც ნიშნავს შექმნას, არაფრისგან შექმნას. აშით ნიშნავს დავდებ, დავაწესებ. ანუ ისევ ის ალეფის პრინციპი რო ავიღოთ. ალეფი ხო ღმერთის საწყისი იყო, მაგრამ კიდევ ალეფიდან მოდის სიტყვა აშით, ანუ დადება. გაიგე? დაწესება. როშ ისევ ნიშნავს თავს. შაიდ ბოლოს ნიშნავს ეკლიან ბუჩქს. ანუ შითი და თაფის გაერთიანება ერთმანეთში. თუ ამ სიტყვებს დავაკავშიროთ, მივიღებთ ესეთ სიტყვას, უყურე. ძე მოქმედი, რომელიც არის თავი ყველაფრისა, დაიდგამს ეკლის გვირგვინს. სიტყვა ბერეშით. ედავ? რა საოცარია რა. ეს არის ებრაული ჰერმენევტიკის სპეციფიურობა, რომელიც ძალიან მაგარი რაღაცია. ისა რა ქვია, ანუ სიტყვების ამოკრეფა და მერე კონტექსტის ჩამატება შეგიძლიათ ეგეთი ის არის რა. მე მგონი კონტექსტ არა, კონტექსტ არ ამატებს. ეს არის შევსება უბრალოდ. ეს არის სიტყვა ბერეშითის დამალული კოდი, რომელიც ეს არის უკვე სოდ. ხო გითხარი ებრაული განმარტების ჰერმენევტიკის პრინციპი არის 4 დონე. პირველი 2 დონე, 3 დონე ეს არის ბუკვალური ტექსტის დაგება, შექმნა, მაგრამ სოდ არის საიდუმლო. სოდ მოიცავს ამას. ამ ლინგვისტიკურ განმარტებას, ასოებიდან განმარტება და აკროსტიკის სოდი კიდევ იყოფა რა 4 დონედ, გაიგე? შევსება მეთქი, იმიტომ რომ სანამ არ მოხდა ვერი ხო, ვერ იტყვი, მაგას ვერ იტყვი, იმიტომ რომ ეს მერე გაცხადა, ეს ახალ აღთქმაში გაცხადა. ამიტომაც სოდ მაგედომ თქვია დამალული. გაიგე? ამიტომ ამბობს ესაიაში ღმერთი რომ ვაცხადებო რასო
დასასრულს დასაწყისიდანვე. დასასრულია ის ზუსტად რომ იესოს ყველაფერი არის ალფა და ომეგა და აქედან კიდევ გვეუბნება რომ ეს არის თაფ, ანუ ალეფი და თაფის შეერთება ნიშნავს ალფა და ომეგა. მე ვარ ალეფი და თაფი დასაწყისიდან